ჩვენ რაღაცნაირად რომანტიზება მოვახდინეთ ყველაფრის და კი გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა რაღაცნაირად არ გვინდა დავინახოთ იქ რა პროცესები მიდის ხოლმე და არ გვინდა შევხედოთ იქ ადგილზე რა ხდება. იდეალური არაფერი არ არის, ყველგან არის სხვადასხვა პროცესები, ყველგან არის სხვადასხვა ძალები და მე მახსოვს გაღიზიანება ასევე ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის, როდესაც ირაკლი კობახიძემ პირველად ახსენა გლობალური ომის პარტია. ძალიან კარგად მიხვდნენ, რაზე იყო საუბარი, ძალიან კარგად მიხვდნენ, ახლა რომ deep states თად მოიხსენიებენ, რაზე იყო აქ საუბარი და რისთვის იყო ეს ტერმინი გამოყენებული. სწორად რომ ყოფილიყო გაგებული, ხო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამას დაარტყეს და ამის განზოგადება მოახდინეს და ჩვენ დაგვაბრალეს ანტიევროპული რიტორიკა. სინამდვილეში ჩვენ არანაირი ანტიევროპული რიტორიკა არ არსებობს. სინამდვილეში ჩვენ საუბრობთ იმაზე, რაზედაც ევროპაშიც საუბრობენ, რამდენად ხმამაღლა ისმის, ეს უკვე მედიის მდგომარეობასთან მიგვიყვანს ალბათ ზოგადად ამაზე რომ განმარცოთ, თუმცა ეს პრობლემები არის ყველგან. ის ჩვენ რასაც უყურებთ დღეს საქართველოში, ყველგან არის მეტნაკლებად. უბრალოდ არის რაღაც დაცვის მექანიზმები, საზოგადოების სიმყარე ალბათ და ჩვენი საზოგადოების სიმყარეც არის ნამდვილად ის ძალა, რაც ჩვენ გვაქვს და რის გამოც ჩვენ დღეს გვაქვს სტაბილურობა და გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა რომ მშვიდობიან საქართველოში ვიყოთ. ეს ნამდვილად არის ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი მოქალაქეების დამსახურება პირველ რიგში და სწორედ მათი არჩევანის დამსახურება. თუმცა მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს პრობლემები არის უცხო ევროპისთვის, მეტნაკლებად ეს ჩანს და თუ კარგად დავაკვირდებით, ზოგ ქვეყანაში მეტად, ზოგ ქვეყანაში ნაკლებად წავაწყდებით, რომ არის საკმაოდ დიდ ძალასთან ბრძოლის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს.